და თუ თქვენ გინდათ მეტი ფინანსური შემოსავალი, თუ გსურთ რომ გაიზარდოს თქვენი შემოსავლის არხი, ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც აკეთებთ, გააკეთოთ სამართლიანად და გულწრფელად. მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ეს საქმე. აქ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ როგორი ხელმძღვანელი ყავთ, როგორი დირექტორი ყავთ, როგორ გარემოში მუშაობთ. ეს არის თქვენი არჩევანი, რომელშიც გიხდიან იმ თანხას, რაზეც თქვენ ხელი მოაწერეთ და რაზეც ხართ თანახმა და თქვენ ხართ ვალდებული ის საქმიანობა, რომელიც გევალებათ შეასრულოთ სამართლიანად. შეიძლება იფიქროთ, რომ ვინ გაიგებს, თუ თქვენ ცოტა მაპატიეთ და ისაჭკავებთ და არ გააკეთებთ იმას, რაც გევალებათ. შეიძლება ეს ვერავინ ვერ გაიგოს და მართლაც გაძვრეთ ხანდახან და არ გააკეთოთ სამართლიანად თქვენი საქმე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სამყაროში არსებობს უზენაესი ძალა, ღმერთი, რომელსაც არაფერი არ გამოეპარება. შეიძლება თქვენ დაუმალოთ თქვენს ხელმძღვანელს, თქვენს დირექტორს, თქვენს მენეჯერს და არ შეასრულოთ სრულფასოვნად ის საქმე, რომელიც გევალებათ, მაგრამ ღმერთს ვერაფერს ვერ დავუმალავთ. და იმიტომ, რომ თქვენი შრომა იყოს დაფასებული არა დირექტორისგან, არა მენეჯერისგან, არამედ ღმერთისგან, უზენაესი სამართლიანობის დამცველისგან, ძალიან გთხოვთ, ყველა საქმიანობა, რასაც კი კიდებთ ხელს, გააკეთეთ მაქსიმალური გულწრფელობით, მონდომებით და ენთუზიაზმით. და მერწმუნეთ ის სამსახური, რომელიც დღეს თქვენ არ მოგწონთ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენ მაინც ყველაფერს აკეთებთ ისე, როგორც საჭიროა, არ იტყუებით, არ იპარავთ, არ თვალთმაგცობთ და მთელი გულით, მთელი მონდომებით აკეთებთ ამ საქმეს, დაგიფასდებათ. და ძალიან მოკლე ხანში თქვენ გადახვალთ ან ახალ სამსახურში, ან ხელფას მოგიმატებენ, ან დაგაწინაურებენ. მოკლედ მოხდება რაღაცა ისეთი, რაც თქვენ დაგიფასებთ იმ გულწრფელობას, რაც ამ შრომაში ჩადეთ. შეიძლება ეხლა იფიქროთ, რომ ეს არის სისულელე და ეს არის მოგონილი. არა მეგობრებო, ეს არის ენერგია. ამ სამყაროში ყველაფერი ვიბრირებს, ყველაფერი არის ენერგია და იმ ენერგიის გაცემით, რასაც თქვენ გასცემთ, გიბრუნდებათ იდენტური ენერგია უკან. და ნუ იქნებით უკმაყოფილო თქვენი დირექტორების, მენეჯერების, განა იმიტომ, რომ ისინი ძალიან კარგები არიან, ან იმსახურებენ თქვენ კმაყოფილებას. არა, უბრალოდ იმიტომ, რომ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და დღეს თუ არა ხვალ, ყველა ჩადებული ძალისხმევა, რომელიც არის გულწრფელი და სამართლიანი, უკან დაგიბრუნდებათ. ჩაატარეთ ცდა, ერთი თვე მიეცით საკუთარ თავს და მომეცით მე, შეასრულეთ ყველა საქმიანობა მაქსიმალურად სწორად, მაქსიმალური დაცულობით და თქვენ ნახავთ, თუ არ შეიცვლება ის ვითარება, რომელიც ადრე არ მოგწონდათ.